მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდასთან იწყება. დღეს ულამაზესი დღეა, ნინოობა გახლავთ, ეს ლამაზი ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც სულითა და გულით ულოცავ ყველა ნინოს და სრულიად საქართველოს. მოგესალმებით ყველაზე გავრცელებული ქალის სახელი ნინო გახლავთ საქართველოში და ეს სრულიად გასაგებია, რატომაც ხდება და სხვადასხვა მისი უამრავი საალერსო მოდიფიკაციები გაჩნდა. ასევე ულოცავ ყველა ნინის, ნინაგას, ნინუცას, ნინას და ასე შემდეგ. არც ჩვენი იუმორი არ გახლავთ გამონაკლისი, ჩვენ საკუთარი ნინო გვყავს ნინაკა წოდებული და დიდი სიამოვნებით მინდა ახლა მოვუხმო სტუდიაში ჩვენ ზვირბას ნინაკა გელაშვილს. მოგდა ნინაკა. ილოცავ გედაცო დავაყე ეს არის ნაბზადია. არაერთხელ სიამოვნებით აღნიშნა და ახლა მით უმეტეს უპრიანია რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით აღნიშნა რომ უნიჭიერესი ნინო გვყავს შემობატო რომ მაქვს უფლება ასე გამოცხადო, იმიტომ რომ 14 წლიდან მოყოლებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს ხელში გაიზარდა როგორც მსახიობიც, როგორც პიროვნებას ანსამ რივერიაში შედგა 14 წლისა იყო მისი დებიუტი. მოვამზადეთ არგონავტებში მედიას როლის შესასრულებლად წარმოიდგინეთ 15 წლის ასაკში და დიდებულად გაართვა თავი. დიდი მადლობა. აი აქედან უკვე აღმოჩნდა რომ ძალზე გამორჩეულად ნიჭიერი ნინო ყავდა ჩემო ბატონო. ამჟამად მოგეხსენებათ ორი თეატრის მსახიობ მარჯანიშვილისა და პაროდიის თეატრის. გარდა ამისა თითქმის ყველა ჩვენი ღონისძიებაში მოყოლებული მღერიან და ხუმრობენ თეატრის და კინოს მსახიობები. ნუ ივერის კონცერტებზე აღარაა საუბარი. შემდეგ უკვე იუმორინდას დიასახლისი, წამყვანი და დღემდე ბურჯი ჩვენი ყველა საკონცერტო პროგრამისაა. აი ასეთი გახლავთ ჩვენი ნინო. გარდა ამისა უნდა აღნიშნო მიუხედავად იმისა რომ ორი თეატრის მსახიობია და საკმაოდ დაგავებულია შემოქმედებითი რაკურსით, მაინც ახერხებს და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც არ წყდება და დარწმუნებული ვარ ამჟამადაც რაღაც ამისთანა კეთილშობილ საქმეში აუცილებლად ჩართული იქნება. აი ეხლა რა საქმეა რო ნინაკა? აი ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვმუშაობ დემოგრაფიულ პრობლემებზე. საშუალო საქმეა კი ბატონო, კარგია. მოგეხსენებათ, ერის გამრავლება შეუღლების გარეშე ვერ მოხდება. მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ კეთილშობილურ საქმეში და შევქმნი შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმა მაშვალი. ეს იქნება მაშველი რგოლი გასათხოვრებისათვის. ძალიან კარგი. რათა თვალის ერთი შევლებით მათ განსაზღვრონ თუ როგორი ტიპის მამაკაცთან აქვთ საქმე და რას უნდა ელოდონ მისგან. ანუ თქვენ უკვე კონცეფცია შემუშავებული გაქვთ? დიახ, აი შევიმუშავეთ და სწორედ მინდა ახლა გაგაცნოთ. დიდი ინტერესით მოვისმენთ. ბატონ ჯემალ, შეიძლება რომ ბიჭები გამოვიყენოთ? კი ბატონო, რაშიც გინდა გამოვიყენეთ. მაშ ასე. დავიწყოთ მაღალი მამაკაციდან. დავიწყოთ. მაღალი მამაკაცი ოჯახში ბევრ რამეში გამოგადგებათ. ჭაღის გასაწმენდად, თაროდან ჭურჭლის ან წიგნის გადმოსაღებად, სარეცხის გასაფენად, ობობას ქსელის ჩამოსაწმენდად. მაღალი ქმარი ამასთან ერთად ძალიან ხარჯიანი და არარენტაბელურია. ტანსაცმლისათვის ძალიან ბევრი ქსოვილი ჭირდება. დიდი საწოლი უნდა, ძელი საბანი, ბევრს ჭამს, ვინაიდან მანძილი პირიდან კუჭამდე შორი აქვს, სანამ ერთი ლუკმა ჩაუვა, მეორე სითხოვს. ამიტომ საჭმელს ნუ დაუგვიანებთ, თორემ შეიძლება გამხეცდეს კიდეც. თუ თქვენ დაბალჭერიან ბინაში ცხოვრობთ, ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკაში, ნუ რასოდეს უღალატებთ, თორემ ჭერს რქებითაც დაგიხაზავთ. არის საინტერესო დახასიათება მოვისმინეთ. მე მგონი გოგონებს დააინტერესებს. ალბათ, ეს რაც შეეხება მაღალ მამაკაცს. ახლა დაბალი მამაკაცის ტიპი განვიხილოთ. იგი პირიქით მოხერხებული და ხელსაყრელია ექსპლუატაციაში. ქსოვილიდან, რომელიც მაღალს საპიჯაკეთაც არ ყოფნის, მას კოსტუმიც გამოუვა, ჟილეტიც და ორი საქუდეც დარჩება. ან დაივთქვათ სტუმრები გეწვიათ და თქვენთან ღამის სათევად რჩებიან. თქვენ კი ადგილი არა გაქვთ. დაბალი ქმარი, იოლად შეგიძლიათ ჩააწვინოთ ბავშვის საწოლში. სხვათა შორის მშვენივრად ჩაეტევა აკვანშიც.
სუკანი მამაკაცის ჯერია. სუკანი მამაკაცი უმეტეს შემთხვევაში მოკეიფია. ამის გამო შინ თითქმის არასოდეს არ სადილობს, რაც დადებითად აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. სუკანი კაცი ძალიან კეთილია, მთელი დღის ნაშრომს საღამოს უკლებლივ აძლევს ცოლს. მეორე დილით კი უკან მიაქვს. მაგრამ ცოლის ღალატში მცირეოდენი ეჭვის შეპარვის შემთხვევაში მაშინვე აიკრავს თავის გუდანაბადს და გარბის ოჯახიდან. მაგრამ ნუ აღელდებით, მოშივდება თუ არა მაშინვე უკან დაბრუნდება. მელოტი მამაკაცი მხიარული და გულთბილია. მოსათვინიერებლად ადვილია. ბლოლად შეგიძლიათ მიაჩვიოთ ჭურჭლის რეცხვას, იატაკის ხეხვას, სადილის კეთებას, ბაზარში სიარულს და ასე შემდეგ. ოღონდ როგორც ყველა მოსათვინიერებელ არსებას, დროულად უნდა ჩაუდოთ პირში რაიმე ტკბილი. მელოტი არასდროს არ ამტრევს და არ კარგავს სავარცხლებს. არ ხმარობს ძვირად ღირებულ შამპუნებსა და ლოსიონებს. დიდი დრო არ სჭირდება მისი თავის დაბანას, ჩქარა შრება და სხვათა შორის ხავერდის ნაჭრითაც თუ გაუპრიალებთ, ოჯახში ნათურაც კი არ დაგჭირდება. მელოტი კაცი წინიდან გაჩლდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის ჭკვიანია. უკნიდან როცა გაჩლდება, ესე იგი ქალებში დადის. უკაცრავად, მაგრამ თუ წინიდანაც და უკნიდანაც გაჩლდება? ესე იგი ჭკვიანურად დადის ქალებში. მამაკაცთა ზემოთ განხილულ ტიპებში აქამდე ჩვენ გულისხმობდით მხოლოდ ახალგაზრდებს. თუ თქვენ ხელი გთხოვათ ხნიერმა მამაკაცმა, ნუ აჩქარდებით და უარს ნუ ეტყვით. რა თქმა უნდა. თუ მისი კაპიტალი სოლიდურია, მაშინ არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. დაბალია იგი, მსუქანია, გამხდარი, მელოტი, თმიანი თუ აბსოლუტურად მართალია. მიზანი ერთია. დიადი ნათელი. მისი კაპიტალი თქვენი უნდა გახდეს. ამისათვის საჭიროა არასოდეს დაუშალოთ მოხუც მოწევა. ალკოჰოლიანი სასმელების მიღება, მაღალკალორიანი ცხიმიანი კერძებისა და ნიტრატებიანი ბოსტნეულის მირთმევა. თუ ამან ყველაფერმა არ გიშველათ, რჩება ერთი მამაპაპური უტყუარი საშუალება. უნდა ავიღოთ მარილი, სასურველია იოდიზირებული. ხელის ელეგანტური მოძრაობით მას ყურში ჩავაყაროთ გემოვნების მიხედვით. ამრიგად ძვირფასო მანდილოსნებო, ჩვენ იოლად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საბოლოოდ იდეალური საქმროს პორტრეტი. ეს არის დაბალი, გამხდარი, მელოტი და ხნიერი მამაკაცი. თუ ამ რეკომენდაციებით შერჩეული საქმრო თქვენ მაინც არ გამოგადგათ, გთხოვთ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენ ნუ დაგვაკისრებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ შეპესე ვართ შეზღუდული პასუხისმგებლობის სამაშვალო ფირმა. ბატონ ჯემალ, აი თუ გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევას, გარანტიას ვიძლევით, რომ ცოლ-ქმარ შორის ჩხუბი, აი სწორედ ისეთი როგორცაც ახლა მე და ხვიჩა გავითამაშებთ, არასდროს არ მოხდება. საინტერესოა, აბა ხვიჩა სტუდიაში მომგზავნი, ხვიჩა მაღლაგელიძე, თქვენი დახმარება გჭირდება. ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია ჩემო ძვირფასო სულ შენსაც რომ გაიძახის ხმასაც უნდა მიბაძო მიიხედ მოიხედე ხომ ხედავ რომ ჯამაგირი აღარ აქ ყოფნის ვერა და ვერ დავინახე შენი შრომის ნაყოფი რას გადამეკიდე მე ხალხში წესიერი კაცი მქვია ჯერ კიდევ შენ გინდა რომ სხვა სავიდივი კურდო და მიფარო მე ამას არ ჩავიდენ არა მეთქი არა ღმერთმა დამიფაროს თუ ცოლის შენახვის და მოვლის თავი არა გქონდა რაღაც მოყავდი ჩემზე სპიცულობდი ვაი თურმე სულ არ გიყვარდი აბა ერთი შემომხედე ჩემნაირად დღეს სოფელში ვიღაცა ცვია შვილს რომ ვერ შეინახავს აბა ის რაკაცია ვერ გადამიბირებ
მე ვიცი რასაც მიგირებ შენ გინდა რომ სხვას ავიდები ქურდო და ვიპარო მე ამას არ ჩავიდენ არა მეთქი არა ღმერთმა და ვიფარო თუ ფაშკაცი კაცი ხარ სიამაყე ბეწვის ხიძე გადაგატარებს სხვა თუ ქურდობს ადექი და ცოტა შენც მოიპარე ან ვითომ რა მოხდება მაგოგრაზე რომ დაიდგა პატარა რქები თუ კი ამით რამე გეშველება თუ გამდიდრდები პაცაცინარქები პატარა რქებუნები ლამაზები კარგები სულაც ხატაკივით ხომ არ უნდა ვიარო მეც მინდა გავიხარო მეც მინდა რომ უცხოეთი მოვიარო პაცაცინარქები პატარა რქებუნები ლამაზები კარგები სულაც ხატაკივით ხომ არ უნდა ვიარო მეც მინდა გავიხარო მეც მინდა რომ უცხოეთი მოვიარო ძალზე აქტუალურ და საინტერესო თემა შეეხებოდა ნინა გელაშვილის ლექცია ჩემო ბატონო. მოგესალმებით ეს თემა თავისთავად ძალზე პოპულარულია, მით უფრო თუ საკითხი შეეხება ლამაზ, მშვენიერ, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ და პოპულარულ პიროვნებას. აი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნინო მინდა ახლა მოვიწვიოთ ჩვენ სტუდიაში დიდი სიამოვნებით ეს გახლავთ ნინი ბადურაშვილი. მოგწადოთ ჩემო ნინი. აგერად მადლობა. გილოცავ ნინოობას, რავალს და ეს არის დაბრძანდი ჩემო ბატონო. ალბათ მოისმინე და ნახე ლექცია რომელიც ჩაგვიტარა. ჩვენი ლექცია იყო, ისე პრინციპში უნდა დაითვალისწინო, იმიტომ რომ აქტუალურია დაბეთანხმები, იმიტომ რომ შენ მაინც ახლა დიდი გამოსვლება არ არსებობს ინტერვიუ, რომ ეგ თემა არ წამოწიონ შენთან მიმართვა თუ გასაგებია, რატო ლამაზ და მშვენიერ ალბათ ყოველ საინტერესოდ მისი ბედი, იღბარი, ხვალინდელი დღე და შემდეგ. მაგრამ აი ამას წინა წავიკითხე ინტერვიუ შენი ერთ-ერთ გაზეთში, სადაც კორესპონდენტს თხოვდი, რომ ცოტა ხანი თავი შეიკავეთ მსგავსი კითხვებისაგან, ვინაიდან ტაიმ-აუტი მაქვს აღებულიო და რა შეასაქმეა გავშიფროთ ეს ტაიმ-აუტი რა არა, კორესპონდენტებს სულ თხოვდი, რომ თავი დავანებეთ. არა, ძალიან ის იყო, რა ქვია, 30 წლის ვარ ახლა. უკვე გავიზარდე დიდი გოგო, მაგრამ მაინც დღესაც მეკითხები, არა, გათხოვებას ხო არ აპირებ შემთხვევით? არ ვაპირებ. არ შვილი. აი, ცოტა ხანი თავი დამანებეთ, მაგრამ პრინციპში იცით რა არის? მანამდე ისეთი არანორმალური თაყვანიშვილს, სულ არანორმალურები მხდებოდნენ, აი, სულ და. ვა, ეგ საინტერესო. ნუ აი, რაღაცა ბევრი ისტორია ხე ჩემმა გოგოებმა იციან და ხშირად ხუმრობთ ხოლმე ამაზე და ნუ ძალიან ერთი ბიჭი იყო, რომელიც ყოველ ახალ წელს, ანუ 27-ში მაქვს დაბადების დღე, დეკემბერს და ნუ საახალწლოდ მიგზავნიდა სახში საპანაშვიდე თაიგულს, ანუ აი ვენოკს. ანუ ამ ვენოკებს მიგზავნიდა ყოველ დაბადების დღეს და ვერ გავიგე ძალიან უყვარდი და უნდა რომ მომკვდარიყავი სიყვარულის გამოხატულება ქონდა ესეთი თუ აი რა უნდა და ვერ გავიგე და მე გოგოები მეხუბრებოდნენ რომ სადღაც ბოლოს კატაფალკით გაგიტაცებსო ბოლოს აი ძალიან ცუდია. კიდე იყო ეგეთი ისტორია, ნუ ისა რა ქვია, კოტე იყო ესეთი არანორმალური კოტე, რომელიც ყოველ ღამე რეკავდა. აი ყოველ დღისით ისე იშვიათ, მაგრამ ყოველ ღამე ვიცოდი რომ გარანტირებული მქონდა კოტეს ზარი. და ბებიაჩვენებს ქვია ფლორა. და ნუ ვერ იმახსოვრებდა ამ ფლორას და მახსოვს აი დილის 5 საათზე, რატომაც 5 ქონა ამოჩემებული, ისმის ზარი და ნუ უკვე ვიცი რომ კოტეა და ტექსტი. ქალბატონო ქლორა. ფლორა. ქალბატონო ქლორა. ნინის დაუძახეთ რა. და ნუ ბებიაჩემი არის პედაგოგი და უნდა რომ ეხა აღზარდოს ეს. ნუ კოტე, დილის 5 საათზე რო არ ეზარება ბებიაჩემს. ნუ რა საქციელია ეხა. ნუ კოტე, ნუ დილის 5 საათზე შეიძლება ადამიანს და აი წარმოიდგინეთ 9 წელი ვცხოვრობდი ვერაზე ერთ სახლში და ნუ ეხა გადავედი. 9 წლის განმავლობაში ყოველ დღე რეკავდა კოტე. დილის 5 საათზე და
ქალბატონო ქლორა. აი ამ ტექსტიდან. დღეს რა შეგისრულებ რადგან? დღეს შეგისრულებთ ვაჟა აზარაშვილის არაჩვეულებრივ სიმღერას. ზეჩემი კარგი მეგობარია, რომელსაც ბევრი ასრულებდა მათ შორის გიული ჩოხელი, ნანი ბრეგვაძე. კი და ბოლოს ეთერკაკულია ყველაზე ხშირად და სწორედ ეთერის ვარსკვლავი იხსნებოდა ფილარმონიაში, მაშინ შევასრულე ეს სიმღერა პირველად და მინდა მადლობა უთხრა ჩემი მეგობარ ანდრი ჯოხაძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი არანჟირება გააკეთა ამისთვის. სხვათა შორის ერთ ღამეში ანრის სახლში მივედი. ანრის იცით როგორი ის არის, როგორი რთული პიროვნებაა, რომ უნდა მიხვიდე, გააღვიძო, ლოგინიდან წამოათრიო, მაგრამ იმ დღეს, როდესაც მივედი, მართლა ქონდა წნევა 400 და ესე გდია, ესე თავზე სოლის. მეთქი ადექი ჩხარა ხვალ კონცერტი გვაქვს და აი მართლა ადგა მთელი ღამე იმუშავა, ჩავწერეთ ეს სიმღერა და დიდი მადლობა ამის, რომ არ დაიზარა და კეთილი საქმე გააკეთა. ახლა კი მოვისმინოთ ეს შესანიშნავი ქართული სიმღერა ნინი ბადურაშვილის შესრულებით. სცენა და აგერ ნინი. ზეჩემ სიცოცხლეს სინათლით ავსებს, როცა ქარი ქრის და ამდარია ერთად დავდივა მიწაზე ცაზე ზეჩემი კარგი მეგობარია მე მსისხელებზე ბავშვივით ძევა როცა ქარი ქრის და ამდარია ხშირად მგონია ზეთავად მე ვარ რადგან ზეჩემი მეგობარია სწორედ ამიტომ არ ვკარგავ იმედს რადგან ზეჩემი უსურვოთ დიდი მედნიერება ჩვენს ულამაზეს ნინის და მრავალი ლამაზისა ჩვენი სიმღერა. აგლაგი ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიოთ ჩვენ სტუდიაში ერთი ღირსეული ქართველი მანდილოსანი, 7 შვილის დედა, ქალბატონი ნინო ბერიერიძე, თავის შვილებთან ერთად მოგზაურობთ. მოგზაურობთ.
მე მინდა ორი სიტყვით თავად ქალბატონინოზე ვისაუბრო, საიდან ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი და საიდან ვიცნობთ ერთმანეთს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 86-87 წელი იყო, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, ანსამ ივერიის ინიციატივით ტარდებოდა ღია კარის დღე, აი ახლა რომ კონკურსებია, მაშინ ეს ღია კარის დღეც ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გამოევლინა გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებლები. ალექსანდრე ვასილაძეს მიყავდა ეს გადაცემა თვითონ და აი მახსოვს როგორი გამორჩეული სიტყვოთი წარგადგინათ ხალხო თქვენ და რამდენი საუბრა აი იმ სიმღერაზე ბედუინზე რომელიც რომელსაც მართლა ფურორი მოახდინა და აბსოლუტურად ყველა აღთოვანებული დარჩა ძალზე ორიგინალური ნაწარმოები იყო და სხვა შორის აქვე მინდა მოგახსენოთ რომ ლექსის ავტორი სწორედ ქალბატონ დინოს მეუღლე ბატონი გიორგი ვალიაშვილი გახდა აი ამ სიმღერისა შეფასდა ჯეროვნად და მაღალდონეზე გამორჩეული ნიჭიერება ქალბატონ დინოსი ჩაივიცხა ის სხვადასხვა ფილარმონიის სოლისტად და ალბათ ძალზე დიდი წვირვალი მომავალიც ექნებოდა თუ არა ზოგადი არეულობა ეს საერთოდ რაც მოყვა 90-იან წლებს ეს ყველასთვის გასაგებია და გარდა ამისა ის საპატიო მიზეზი რომლის წყალობითაც აი ეს შესანიშნავი ახალგაზრდები მოევლინდნენ ამ ქვეყანას ერთსაც ვიტყვი სამაგიეროდ აი ეს თავისი მუსიკალური და მუსიკისადმი სიყვარული გადასცა შვილებს და დღეს თითოეული მათგანი სერიოზულადაა დაკავებული მუსიკით და ამასთანავე სპორტითაც. ახლა ამაზე ჯანსაღი რა უნდა იყოს? ვიდეო სპორტსაც, მუსიკასაც. ახლა ერთსაც დავაბადებ დიდი სიხარული და სიამაყით რომ სპორტის რომელ სახეობას კაცო? არა, ბოჭადრაგების უყოფილო კარგია, თო ჭადრაგი ქალები მოესწრებათ ჩვენი ქალები რა წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ მათ აირჩიეს არც მეტი არც ნაკლები კარატე. და თანაც კიოკუშინკაი კარატე, რომელიც ერთ-ერთი ძალისმიერ სახეობას განეკუთვნება სპორტში. აი, ასეთი მრავალმხრივი ნიჭიერი სტუმრები ყავს. ახლა კი ძვირფას გავდო, ნინო, დავიწყოთ შვილების დახასიათება, ალბათ ასაკის და მიხედვით. თიკოზე გმირი გალიროკობს ეგ არ გითქვია. იმედის გმირი გახლავთ, ჩემო ბატონო, ხოლო რა სფეროში და როგორ, ამას თქვენ თვითონ აგრძელებთ. ესე იგი, თიკო არის იმედის გმირი ცხოველთა დაცვის ხაზით. უპატრონო ცხოველებს იცავს, აქვს თავისი ესეთი გვერდი აქვს ცხოველთა დაცვის სახალხო ფრონტი. ძალიან აქტიური ადამიანია ამ თვალსაზრისით და ეს არის ჩვენი ოჯახის სიამაყე და თავის ტკივილი ებრაულად. მახსოვს ბატონმა თამაზენის ვარაშვილმა წარადგინა ძალიან მილად. იმიტომ რომ მართლა ძალიან გადაშვებულია თავით ამ საქმეში და ძალიან თავგანწირული დამცველია ცხოველების. შემდგომი არის სულ უფროსი თორნიკე. კი ბატონო. სულ უფროსი. აი ორიოდე სიტყვა ვთქვა, ორიოდე მე გავაგრძელოთ რიგითობისა და მიხედვით. რომ თორნიკე თქვენ დაახასიათოთ. არა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ეხლა სხვა ხაზით მოშრომებს და მოვაწეობს. კარატეში და მუსიკაში ვერ ჩაითრიეთ, ხო? არა, კარგი მსმენელია, კარგი სმენა, კიდეც ცოტა არა. ხო, მაგრამ ჩვენს კამერულ ანსამბლში შემადგენლობაში არ არის. არცალია უბრალოდ არა. ასაგები. კარგი ჩემბატო, ესე იგი შემდგომი არის რუსუდანი, ხო? დავახასიათოთ რუსუდანი. როგორი არის? რუსუდანი არის ოჯახის მბრძანებელი. აი, პატარა ხო არის, მაგრამ პატარა და მუშაო რო ამბობენ. დიქტატორი რაღაცა ფისებები? აბა უყურე. ესეც კარატისტია, ხო? პირველი ჩემპიონი არის. სეზონი მე გავხსენი, ასე ვთქვათ, ჩემპიონობის. ეძინი და პატიოს არის და ვიოლინოს. მე ვიოლინე გახდით, მაგრამ ახლა ჩემი სპეციალობა არის ალტისტობა. ალტისტი გახვალ. კი ბატონო. აი ასეთი მრავალმხრივი ნიჭიერი დანება ჩვენი რუსუდანი. ერთხელ რუსუდა პატარა, 3 წლის მოდის და დე მარცხენა ხელის გულზე კოღო მიკვინა მეფხანება და ლარს მომცე. ხო, ფილმონიერება გარანია დროს ხედავთ. ეხლა გავაგრძელოთ. ბატონი გიორგი არა მხოლოდ შესანიშნავი ლექსების და სიმღერების ავტორი, 10 წელი წალკის გამგებელი იყო და მე როგორც ვიცი, ახლა წალკაში მოგეხსენებათ, არ არის იოლი რეგიონი, იმიტომ რომ ქართველების რაოდენობა მცირე იყო ძალიან იმ პერიოდში, მაინც და მცირე კი იყო, არ იყო. თითქმის არ იყო, ხო და აქედან გამომდინარე არ იყო არც სკოლაზე ჯვარიგვწარია, საბავშვო ბაღიც არ იყო. და საბავშვო ბაღი იყო, ოღონდ იყო აზერბაიჯანული ენა. ხო, ამის თქმა მინდა რომ კი იყო, მაგრამ ქართული არა, ხო და ესე იგი ფაქტობრივად აზერბაიჯანაზე იყო. ახლა ესენი თავისუფლად ფლობდნენ აზერბაიჯანულ ენას და ეს კარგია, რაც მეტი ენა იცი, უკეთესია, მაგრამ რა კურიოზად მომდი მიგვიყვანა მაგას მაგრამ თავდაპირველად შეიძლება
ყველას ესე არიებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველ დაცემინებაზე ზახურმა და ჩვენს მიგვაჩნდა რომ ჯანმრთელობა, სიცოცხლე, გაზდა განხარებას გულისხმობდა, მამა ჩემი ვაცემინებდა და მთელი ოჯახი ზახურმა. სალომე არის აი ჩვენი ოჯახის ნაპერწკალი შეიძლება ითქვას რა. ძალიან იჭიერია და ძალიან ბევრს გვაცინებს სალომე. და უნდა მოგახსენოთ რომ წარმატებული კარატისტია შეიძლება მოყოლიყო პირველი დარის მფლობელი გახლავდა ზურფას მეგობრებო ეს გოგონასთვის ცოტას არ ნიშნავს ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მისწევა კარატეში ძალიან მნიშვნელოვანი ყველაზე მეტი ტიტულია შენი შეჯიბრის გავიხსენოთ რანაირად გამოხედი შეჯიბრზე აი ეს რუსუდანი იყო რუსუდანის შეჯიბრი იყო როცა შეხვდა ვინმე საძაგლიშვს ოღონდ ავიწყდებოდა ხოლმე და ვინ იყო საზიზღარაშვილი მაგრამ ვერ იხსენებდა ხოლმე მის დროს და ჩემ შემთხვევაში იყო აი დაგვაყენეს ესე გვაყენებენ და გვეუბნებიან ჰაჯიმე და უნდა დავიწყოთ ბრძოლა და დავდექი ხა ჩემ საბრძოლო დგომში და არ ვიცი რატომ მაგრამ როგორც კი ჰაჯიმე მომითხეს ბუ გაუკეთე ამ გოგოს ეს გოგო გაიქცა მე მოაბრუნეს მოგედათ ერთი გერით აფრთხობს მოწინავდნენ ყველაზე მეტი ტიტული აქვს ჩვენში ყველაზე მეტი ტიტული საქართველოს ნაკრების წევრიც იყო შვეიცარიაში სად იყო რუმინეთში გამოდიოდა საქართველოს ნაკრების დაჩი მეგობრებო ასე წარმატებული სპორტსმენები წარმატებული მუსიკოსები ეს უიშვიათესი თავთენა უიშვიათესი გავაგზავნეთ ეხლა შემდგომი არის იაგო მირიანი იყო ყველაზე წარმატებელი კარატისტი ეგრევე თქვენ ჩაგდებულაში იყო ანუ როცა ეუბნეოდნენ რომ ნელა დაარტყიო ეს ანუ მაგრად უნდა დაარტყიო ეს უნდა პირდაპირ მნიშვნელობით რომ ნელა უნდა დაარტყიო ეს ფეხი და სანამ ეს ერთ დაარტყავდა ისინი 10 სულყავდნენ და გამოდიოდა ატირებული სამაგეროთ ვიოლონჩელი აიფჩია ჩემბატონი შეხარ და არაფერსაც არ უტყავს შვენურად უკრავს და ატკბობს ფრენელსა და მაყურებელს ბრავო მირიანს ხო ჯანკაიგაც ხარ გავაგზავნეთ ჩამოთვლა იგო თუ იაკო ეხლა იაკო მე უფრო ესეთი ბიჭური ვიყავი ბავშვობაში და ბიჭებს ვცემდი ხოლმე. ესეც მუსიკოსი და ესეც კარატისტი, გასაგებია. მე ვიოლინო ვარ, მაგრამ რავი, დედაჩემატო გადაწყვიტა ესეთი ბიჭური გოგოს შეყვანა, მაიზამაც ესეთ ინსტრუმენტზე არ ვიცი, მაგრამ მე უფრო გამანაზა ალბათ ამ ვიოლინომაზე და უფრო შევიწევ. გიგოზე რას ვიტყვით? გიგო არის ჩენი ესეთი, მოიტყვიან, კაცი. ამ სიტყვის ძალიან კაი გაგების რა, ძალიან სერიოზული, ძალიან. არა, იუმორის გზნობა არ ღალატობს არც მაგას. მაგრამ არის როგორიც, აი დასაყრდენი ადამიანი, გიგო. კი, ჩვენი ნაბოლარა. იდებული თუხება, ოჩა, წოდებული. ეხლა გოგონების მიმართ მაგთანია, ასე შეგითხო სპორტთან, ჩვენ არა ვარ ჩორს და თუ დაგჭირებიათ როდისმე გამოყენება კარატეს. ჭიათურაში ტარდებოდა პირველად ზამთრის აკადემია მუსიკალური და ანუ ხალხმა ჯერ არ იცოდა როგორ შეიძლება მოქცევა კლასიკური მუსიკის კონცერტზე იქ მიდიოდა კარტის თამაში შუა კონცერტის დროს რაღაცა მაღაზია უცებ არის ანტრაქტი გამოცხადებული და გავიხედე კურსებიდან და ხედავ რომ ბიჭი ამოვარდება სცენაზე დაიწყებს აჯიმანიების კეთებას და ჩარდის ეს კონსერვატორის სტუდენტები არიან ამ ზამთრის აკადემიაში ამოვარდება ისევ აჯიმანიებს გაკეთებს ჩარდის და ხო ფიქრობ რაღაც უნდა გავაკეთო ამ სცენიდან და მაშინ კიდევ უფრო დაბალი ვიყავი ვიდრე ახლა ვარ და როგორც კი ამოვიდა, ეგრევე წავედი ძალიან მკაცრი ნაბიჯებით, ეს ხალხი ჯერ ისე დარბაზში იზის და ჩავავლე აქ ხელი კეჩოში. და ამის ამოსვლა ჩემი ამოთხრება ერთი იყო. და უთხრე რომ საკონცერტო დარბაზზე ამეთქე ჩავათი ეკიბერზე, ა ბიჭს ეგონა რომ აწია ვიღაცა ისე ჯანიანმა კაცმა და რომ შემოტრიალდა და ვაიმე ეს. მე აღარ გავუბედავს ამას ეხლა ტრატუარ დავაფხო თაყვანისმცემლები ამის თანამდებობები მოგვიარეთ დათესე არ არის კაცო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მეგობრებო როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს თორე ის აქვს ის ნერი ხალხი როგორი ამის დასტურად მუსიკის დროს მოვიდა და მოდით ჩვენ ზვირფას მაყურებელს შევუსრულოთ ერთი ლამაზი ნაწარმოები თქვენი შესრულებით ნუ კერძოდ აი გია ყანჩელის ერთ-ერთი უშესანიშნავესი მელოდია ჩემო
უმრავლოს საქართველოს აი ასეთი ღირსეული ოჯახები. დიდი მადლობა. ვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი გაახლავთ ქართული ბალეტის სიამაყე და მსოფლიო დონის პრიმა ბალერინა ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. მოგწადეთ ქალბატონი. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის გავიგებთ. ძალიან ლამაზი თაიგულია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა და მოგზაურობ დღეს დინოობა გილოცავთ. რა მაინტერესებს აი თავად ეს სახელი ნინო. მას შემდეგ რაც 23 წელი თქვა დიდ თეატრში მოღვაწეობდით, იქ ალბათ უფრო ნინად მოიხსენიებდნენ, ასე უყვართ ხოლმე რუსებს. აი თქვენთვის რას ნიშნავს ეს სახელი? მეც დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ასევე ვიხელთოთ რომ და ყველა ნინოს მოულოცო დღევანდელი დღე. საერთოდ ნინოსთან დაკავშირებით და ჩემს სახელ გვართან დაკავშირებით, დაბადების დღესთან დაკავშირებით და მამის სახელთან დაკავშირებით, სხვაგან კურიოზული შემთხვევები მაქვს. რატომ დამარქვეს ნინო ეს მამაჩემის ვერსია, როდესაც მე გავჩდი, ორი ძმა მყავს, ამიტომ ოჯახში გოგოს ძალიან ელოდნენ და ეს მოულოდნელი იყო. მამა დარწმუნებული იყო რომ მესამეც ბიჭი გვეყოლებოდა, ამიტომ სახელი არ მოუფიქრებია. და დედაჩემმა რო უთხრა უკვე ფანჯრიდან აი ვერაზე ვცხოვრობდი ჩვენ რომ დაიძახა იქიდან რომ გოგოაო და რა დავარქვათ რომ მამაჩემი მზად არ იყო და რომ დაიწყეს თურმე სახელების ჩამოწერა მამაჩემს შემთხვევით ნინო გამორჩა. უი და დედაჩემმა ამიტომ დამარქვა ნინო. მეორე კიდე აი ძალიან შეხვალთ ალბათ ახლა ვიკიპედიაში ყველანი უყურებს ყველაფერს ამოწმებს სადღაც მიწერია რომ ნინა ნინო ანანიაშვილი სადღაც მარტო ნინო უცხოეთში და ყველგან ნინა ვარ ესეც რატომ მოხდა იცით როდესაც გადავედი მოსკოვში ხო ორი პასპორტი ქონდა ქართული და რუსულად იწერებოდა რუსეთში ჩამწერეს ნინად ქართულში ვარ ჩაწერილი ნინოდ ხო პირველი გასტროლები დიდ თეატრში იტალიაში 18 წლისა ვარ, წავედით გასტროლებზე და შევდივარ და წარმოდიდგენთ აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ, რა ხდება, რას ვხედავ, ესე იგი რაც მქონდა წაკითხული ლეონარდო თუ ეს, ასე მგონია რომ აი ახლა რაფაელი გამოვა აქედან და მიქელანჯელო, აი მდენად ყველაფერს ვაცვალირებ, ხო, ყველაფერი მაქვს აი ესე გარშემო. და უცბად შევედი სადღაც და მკითხეს, რომ კომისიკი ამა, რა ქვიაო? და მე ვთქვი ნინო. ნინო? ნინო, როგორ შეიძლება ნინო? ნინო კაცის სახელია, არ შეიძლება რომ ნინო შეხარ ნინა. და მეც ისე რაღაცნაირად გავწვი და იმის შემდეგ ნინო უცხოეთში არ დავეძახია ჩემი თავისთვის. სხვაგან გავხდი ნინო. ეს მეორე შემთხვევა. მესამე. წარმოდიდგენთ, ნუ სანამ პასპორტს ავიღებდი და ჩვენ მასში პასპორტს ვიღებდით 16 წლის ასაკში. 16 წლის ასაკამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაჩემს ქვია ვახტანგი, იმიტომ რომ ყველა ესე იცნობს ვახტანგ ანანიაშვილი, ვახტანგ ანანიაშვილი. უცბად პასპორტი რომ მომცეს, იქ ვწერი ვარ ნინო გედევანის ასული. დედას ვეკითხები, დედა, მამაჩემი ხო ვახტანგია? კი, მეუბნება რა პრობლემა არის? რატო ვწერი ვარ გედევანის ასული? გედევანის ასული ხარ. მე უკვე იმდენად დამაბნია მან გედევანი, გედეონი, ვახტანგი, რა უნდა ჩავწერო არ ვიცოდი და მოკლედ სულ ვიყავი ასეთ ტრაგედიაში. ჩამოვედი თბილისში. პირველი ჩემი გასტროლები ვცეკვავ სპექტაკლს დონ კიხოტს დირიჟორი ალექსანდრ სოტნიკოვი დირიჟორობს და უცბად სცენიდან მეძახის ნინა გედევანოვნა და უცბად ორკესტრში ატყდა ბრახური ტახ არაო სწორი არ ეძახით ანა ვახტანგოვნა ებზეა დირიჟორი და დონიეკ ანა გედევანოვნა вы меня не учите და როგორ ვიცნობთ მამამისი ვახტანგი ქვიაო და რაფერი არის გედევანოვნა სახელებთან დაკავშირებით ბევრი ისტორიები გქონდა. მოკლედ ძალიან ბევრი ისტორიები მაქვს ჩემ სახელთან და დაბადების თარიღთან და სხვათა შორის. არ შემიძლია თქვენი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების სახელით პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ ურმეს მადლობა არ გადაიხადოთ იმ ყველაფრისათვის, იმ ბევრი სიკეთისათვის, რასაც თქვენი პირადი მაგალითით აკეთებთ. ისევე როგორც ხელოვნებაში პირველ რიგში, ასევე გნებავთ როგორც პიროვნება, რომელსაც შეძლო ოჯახის თავის ადგილას, შვილი თავის ადგილას შევადო, რომ მოღვაწე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელდება ტრადიცია ქართული ბალეტისა და თქვენ სასწავლებელზეც მინდა რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ. იმიტომ რომ სხვადასხვა ჩემი შვილი, ისიც ნინო ბაღაშვილი, თქვენი მოსწავლე გახლავთ. თქვენ სასწავლებელშია. თურმე, ეხლა გავიგე ძალიან სასიამოვნოა. აი მინდა გითხრათ რომ
ჩვენი ქორეოგრაფიული სასწავლებელი მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდი ხნის მანძილზე არ გვაქვს კარგი პირობები, როგორიც მე მინდა, როგორიც უნდა ეკუთვნის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, მაინც ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ქართველი ცეკვავს ჩვენთან თეატრში, ყველა ჩვენი სკოლის წარმომადგენლები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ტრადიციას, როგორც მოგეხსენება, ჩვენ უკვე თეატრში ვხსნით 164 სეზონი გვაქვს. შემდეგი სეზონი გვექნება საიუბილეო, მაგრამ ასევე სკოლაც გახლავთ თითქმის 100 წლის. აი ესეთ საიუბილეო თარიღი მოდის. ამიტომ ჩვენ აი მთელ ძალას რასაკვირველია ვაძლევთ ამ ბავშვებს, რომ ისინი აღზარდოთ, რომ ვასწავლოთ რა არის ხელოვნება, რა არის ბალეტი. იქიდან ბევრი გამოვა ბალერინა თუ არ გამოვა, ეს რთული სათქმელია, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ყველას ვასწავლით შრომას, რაც მთავარია, პატივისცემას ერთმანეთისადმი. აი ეს პატარები, როდესაც გამოდიან სპექტაკლებში და აი წარმოგიდგენთ 300 ბავშვი დგას სცენაზე, მარტო 300 ქართველის გაჩუმება წარმოგიდგენიათ? ყველაზე რთული დავალება. ხო, თან აი უკვე თვითონ ბავშვებიც ეჩვევიან, რომ ჩუმად უნდა იყოს, რომ პატივისცეს მაყურებელს, როგორ უნდა მოიქცნენ. აი ამას ნელ-ნელა ვაჩვენთ. მერე ჩემი გოგოები მიდიან ზოგი ტელევიზიაში სხვათა შორის, ზოგი სხვადასხვა პროფესიაში მიდიან, სამსახიობოს ამთავრებენ. აი ყველანი არიან ძალიან მოწესრიგებულები და მე ამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კომპლიმენტებს დღესაც ვიღებთ, რომ ჩემი ბავშვები, სკოლის მოწაფეები ყველგან არიან მოწესრიგებულები. მაგრამ სულით და გულით ველით ბიჭებს მინდა რომ ბიჭებიც ესეთი მოწესრიგებულები გყავდეს, დასში რო გყავს ჩვენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ბიჭები არიან როგორც ქართველები, ასევე ბევრი უცხოელი, რომ საერთაშორისო კომპანია გავხდით, ესე ვეძახით ჩვენ ძდას. ისე რომ მინდა გითხრათ ყველასთვის, მშობლებისთვის, მამაკაცებისთვის და დედებისთვის. ჩვენი პროფესია არის არაჩვეულებრივი მამაკაცური პროფესია. აი რომელ სხვა პროფესიაში ატარებენ ქალს ხელის გულზე. აბსოლუტურად მართალია. აბსოლუტურად. ჩვენთან მართლა ხელის გულზე გვატარებენ. ახლა გიჩემოდი ალბათ ნინო, თქვენთვის სპეციალური ნომერი აქვს მომზადებული, ჩვენს ანსამბლს ქუჩის მუსიკოსებს მოусმინოთ, მათ მომზადეთ. მოგესალმებით. შორის უვარსკვლავესი სუპერსტუმარი გვეწვია ჩვენ თავის სამშობლოს თელს მსოფლიოში ღირსეულად რომ წარმოაჩენს გარგვინახია ჩვენ მასზე მეტი არც შავით არც თეთრი გედი მასზე ოცნებობს ყველა თეატრი დღეს მასვერავის ვერ შეადრი მასვერავის ვერ შეადრი მასვერავის ვერ შეადრი რამადენი გული გახარეთ ზღვასი ხარული მოგვიტანეთ ხალხი გაფასებთ მეც მიყვარ ხალხსლიერ მომეცით ნება რომ თქვენთვის Hera Vindera Vimera
კვირაში მოსულობთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მშვენიერეს ალბათ ნინოს ამდენად სურპრიზია დიდი მადლობა უსურვოთ დიდი წარმატებები თავის კეთილშობილურ საქმიანობაში როგორც სცენაზე ასევე აღზრდელობით დარგში რაც ასე ძალზე სჭირდება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცოთ ყველა ნინოს და სრულიად საქართველოს ეს ლამაზი დღესასწაული ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო პურდალია